სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. ღვთის განცხადების წინა კვირას. ხმაი ღაღადებისაი უდაბნოსა. მოისმინეთ საოცარი წინასწარმეტყველება დიდი ესაიასი, უფლის წინამორბედ იოანეზე. ეს წინასწარმეტყველება ესაიამ წარმოთქვა უფალ იესო ქრისტესა და მისი დიდი წინამორბედის ქვეყნად მოვლინებამდე 800 წლით ადრე. ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა შინა, განმზადენით გზანი უფლისანი, წრფელყვენით ალაგნი ღმრთისა თქვენისანი. ყოველი ხევი აღივსოს და ყოველი მთა და ბორცვი დამდახვეს და იყვნენ ყოველნი გულარძნილი, წრფელად და ღირღვანი გზებად ვაკეებად. ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ეს ხმა დიდი წინამორბედისა. მაგრამ განა იმ უდაბნოში ქადაგებდა იგი, განა იმ უდაბნოში გაისმოდა მისი მძლავრი ხმა, რომელშიც მხოლოდ ტურებსა და აფთრებს შეეძლოთ მისი მოსმენა. არა, იმ უდაბნოში, სადაც მან 20 წელზე მეტი გაატარა და თავისი დიდი მსახურებისთვის ემზადებოდა. ხმა ღაღადებისა უდაბნოსა მდინარე იორდანის უდაბურ ნაპირებზე გაისმოდა. რატომ იყო ამ ხმის ძალა ასეთი უდიდესი? პირველ ხანებში, რა თქმა უნდა, მას მხოლოდ იორდანის ნაპირებზე მოსული ცალკეული ადამიანები უსმენდნენ. მაგრამ დიდი წინამორბედის სიტყვები ისე აოცებდა, ისე განაცვიფრებდა მათ, რომ ყველგან მიიტანეს ამბავი მასზე, როგორც უდიდეს წინასწარმეტყველზე. და ეს ცნობა ისე ფართოდ გავრცელდა იმ არემარეში, რომ უამრავმა ხალხმა ყოველი მხრიდან დაიწყო მოსვლა იორდანის ნაპირზე დიდი წინასწარმეტყველის მოსასმენად. რის შესახებ ქადაგებდა ის? ის მონანიებისკენ მოუწოდებდა. იგი ნათლავდა იორდანის წყლით ცოდვათა სიბილწისაგან განსაწმენდად. ხმა ღაღადებისა უდაბნოსა საჭირო იყო იმისთვის, რომ მოემზადებინა გზა უფლისათვის. ძალიან ძნელი გზა მოელოდა უფალ იესო ქრისტეს. ეს გზა ადამიანთა გულებზე გადიოდა, ხოლო გულნი მრავალთა იყო ქვისა და არა ხორცისა. ძალიან ბევრის გულში გველები ბუდობდნენ, გველები ვნებათა, მანკიერებათა და ცოდვათა. ასეთ გულებზე გავლა ძნელი და საეჭვოა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო უფალ იესო ქრისტესათვის. გულებზე გამავალი ეს არაჩვეულებრივი გზა უნდა მოემზადებინა მას და ამ ამოცანის შესასრულებლად განკუთვნილი იყო დიდი იოანე, რომელსაც ესაიამ ანგელოზი უწოდა. იგი მართლაც იქცა ხორჩესხმულ ანგელოზად და სრულ მარტოობაში თითქმის 20 წელი გაატარა იუდეის უდაბნოში. და ეს ღვთის ანგელოზი იოანე წინამორბედის ხორცში განუმზადებდა გზას ღმერთს ჩვენსას და უფალ იესო ქრისტეს. იგი ცდილობდა წრფელ ექმნა გზანი მისსნა. თქვენ იცით თუ როგორი უსწორმასწოროა, როგორი ოღროჩოღრო ადამიანის ცხოვრების გზები. ხშირად როგორი ცოდვიანია ისინი. ეს გზები სრულიადაც არაა სწორი და საჭირო იყო მათი მოსწორება, მათი წრფელყოფა. ამისათვის საჭირო იყო იოანე წინამორბედის ქადაგების გავლენით ცოდვებში ჩაფლულ ადამიანთა გულების მოლმობა. თქვენ იცით თუ როგორი უდრეკი იყო რჩეულიერი, ისრაელის ერი, როგორ ხშირად იხრებოდა ის წარმართობისაკენაც კი. საჭირო იყო ქადაგებით გამოსწორება ამ ხენეში გულებისა. საჭირო იყო რომ ყოველი ხევი აღსებულიყო. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თავმდაბალი ადამიანები, რომლებსაც მთელი ქვეყანა, მთელი ერი არარაობად მიიჩნევს, რომლებიც მათთვის არაფერს არ ნიშნავს, ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენებში ადგენდნენ, როგორც ხევი, რომ ეს ადამიანები ამაღლებულიყო. და თქვენ იცით თუ როგორ აღამაღლა ისინი უფალმა იესო ქრისტემ, როგორ ხშირად იხსნიდა და წამოაყენებდა ხოლმე მათ ცოდვილებს, მრუშებს, ტანჯულებს, მეზვერეებსა თუ მწვალებლებს. საჭირო იყო რომ გაემხნევებინა ამ ყველასაგან მოძულებულ ადამიანთა გულები. საჭირო იყო რომ ამოსულიყვნენ ისინი თავიანთი ხევიდან, რათა გაეწვდინათ ხელი უფალ იესო ქრისტეს მიმართ. საჭირო იყო რომ ადამიანთა გზების ყოველი სიმრუდე გასწორებული. და განა თქვენ არ იცით
თუ რა ხშირად როგორი მრუდია, როგორი მზაკრული ადამიანთა გზები. განაარიცით რამდენ სიცრუეს, ვერაგობას, უხანათობას ფარავს ამ ქვეყნად ადამიანთა გზები. ასეთი უსამართლო და ბიწიერი გულის მქონე ადამიანებს, სიცრუით ახსილ ადამიანებს, შეეძლოთ კი მიეღოთ უფალი იესო ქრისტე. შეიძლებოდა კი მოცდა, რომ მათი გზების სიმრუდენი გასწორებულიყო. თუკი წინამორბედის ქადაგება არ აიძულებდა მათ სიღრმისეულად, მთელი გულით მოენანიებინათ და გამოესწორებინათ თავიანთი ორპირი და ძლიერი გულები. განა არ უნდა ექცია წინამორბედს ღირღუანი გზებად ვაკეებად, უფალ იესოსთვის. როგორი უსწორმასწოროა ადამიანთა ცხოვრების გზები, რამდენი ბოროტების ქვა დევს მათზე, რამდენი ორმოა, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს უთხრიან. საჭირო იყო ამაზეც ეზრუნა წინამორბედს. ეს საჭირო იყო და ეს აღასრულა ხორჩესყმულმა ანგელოზმა იოანე წინამორბედმა. და ჩვენც ხომ არ შეგვეხება ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები. ჩვენს გულებსაც ხომ არ სჭირდება გამოსწორება, თუმცა მონათლულებიც ვართ ნათლისღების დიდი საიდუმლოთი. განა ცოტას გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს გულები ქვისა და არა ხორცისა. განა ცოტაა ისეთი, რომელშიც გველი ბუდობს. უფალი ხომ აქამდეც მოდის ჩვენი გულებისკენ და თავისი ყოვლად უბიწო თითებით ეხება ჩვენს გულებს. და ვაი ჩვენ, თუკი მისი წმინდა თითები ქვის გულს შეიგრძნობს. ვაი, თუკი გველი გამოცოცხლდება და დაგესლავს იმ ყოვლად უბიწო ხელს, რომელიც ჩვენს გულს შეეხება. ხედავთ რა დიდი მიზანი და ამოცანა ჰქონდა იოანე წინამორბედს. ხედავთ როგორი საჭირო იყო განემზადებინა და წრფელ ეყო გზანი უფლისანი. როგორი საჭირო იყო ადამიანთა მოწოდება სინანულისკენ. როგორი საჭირო იყო განწმენდა მათი ცოდვებისა იორდანეში ნათლისღება. და გვახსოვდეს ეს, და მუდამ მადლიერნი ვიყოთ წინამორბედისა ადამიანთა გულების გამოსწორებისათვის. და გვეშინოდეს იმისა, რომ ხელმა, რომელიც ჩვენს გულებს შეეხება, ქვა არ შეიგრძნოს და არ ჰპოვოს იქ ჩამალული გველი. ამინ. შეგვეციოს ლუკა ყირიმელი და განსაკუთრებით იოანე ნათლისმცემელი. ალბათ ხვდებით, რომ აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ საუბრობს ლუკა ყირიმელი, ვინც მაშინ ცხოვრობდა ისრაელში და მხოლოდ მათ არ სჭირდებოდათ ამ ყველაფრის გაგება, მოსმენა და საკუთარ გულში გატარება. ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენთაგანსაც ეხება. თუ ადამიანმა, აიცით როგორი რაღაცა ეკლესიაში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ძალიან ცოტა მოდის ისე როგორც უნდა მოდიოდეს. ძალიან ცოტა მოდის ეკლესიაში სინანულისთვის. აი ბევრი მოდიან ეკლესიაში იმისათვის, რომ თქვათ თუნდაც აი ესეთი მიზანი აქვს, ღმერთთან ურთიერთობა ჰქონდეთ. თავის თავში რა თქმა უნდა ეს ცუდი არ არის, ესეც უნდა იყოს. ზოგი მოდის ეკლესიაში, იმიტომ რომ თქვა ჯანმრთელობა შეერყა, ამ პრობლემები აქვს ცხოვრებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველა ამათგანი რა თქმა უნდა ღმერთმა შეიძლება გამოიყენოს იმისათვის, რომ ამ ადამიანს ნელ-ნელა გონება გაუხსნას და მიიყვანოს იქამდე, აი რაზეც დღეს საუბრობდა წმინდა ლუკა ყირიმელი. რომ ადამიანი ეკლესიაში იდგეს სინანულისთვის. და იმისათვის, რომ წრფელ ყოს ალაგნი ჩვენი უფლისანი, ან ის გზა, რომელიც უფალმა ჩვენში უნდა გაიაროს, ის გაასუფთავოს, მოასწოროს, გამოასწოროს, რომ უფალმა შეძლოს იქ დავანება. თორე თუ ადამიანი ამას არ გააკეთებს, აი რაც თქვა ნახეთ მღვდელმთავარმა, რომ უნდა გვეშინოდესო, რომ თუ მოვიდა უფალი და შეეხო ხელით ჩვენს გულსო, უნდა გვეშინოდეს იქ ხორცის ნაცვლად ქვა არ დახვდეს. გვეშინოდეს რატომ ხმარობს ამ სიტყვას წმინდა მღვდელმთავარი? იმიტომ რომ თუ ქვა დახვდა იქ უფალს, ის უკან გაბრუნდა. აი ჩვენი საქმეა, რომ სინანულით ცხოვრების გამოსწორებით მოვამზადოთ, ესე ვთქვათ, ნიადაგი უფლისათვის ჩვენში. აი ეს ჩვენი საქმეა. ამიტომაც იყო, რომ ნახეთ, პირველი რას ქადაგებდა იოანე ნათლისმცემელი, ხო? შეინანეთ, რამე თუ მოახლებულა სასუფეველი წამი.
რა იყო პირველი სიტყვები უფლის გადაგებისა? შეინანეთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თუ ადამიანი ეკლესიაში არ დგას სინანულისთვის, აი ეს დამოკიდებულება თუ არა აქვს, დამნაშავესი. აი ეს შეგრძნება თუ არა აქვს, ის დამნაშავეა ღვთის წინაშე. და მას აქედან გამომდინარე სჭირდება მხსნელი. მაშინ 100 წელი რომ იდგეს ეკლესიაში ადამიანი არც ერთი წირო არ გააცნოს, მაინც ამოიქნება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ თუ ადამიანს არ აქვს გააზრებული რომ მას ხსნა ჭირდება და ხსნა რისგან უნდა ჭირდებოდეს ადამიანს? გააზრებული უნდა კონდეს რომ ცოდვილია. გააზრებული უნდა კონდეს რომ საკუთარი ცხოვრებით ის თავს იღუპავს. იმდენად სავსეა ვნებებით და ცოდვებით. ნახეთ როგორ ამბობს წმინდა მღვდელმთავარი, ის რაც გვეუბნება რომ რა ცოტა არიან ჩვენ შორის ისეთები, ვინც ერთმანეთს ორმოს უთხრის, ვისაც გულში გველი უზის, სხვადასხვა ვნებების სახით, ეს იქნება რუშობის, მრისხანების, შურის, ურთიერთგაუტანლობის თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცოტანი ვართ ესეთები, გვეკითხება წმინდა მღვდელმთავარი. არ გვჭირდება ჩვენ ამის განხსნა? ასეთი გულით ჩვენ ხო ვერ შევართ სასუფეველში. აი წარმოიდგინეთ რომ ესეთი გულის პატრონი ადამიანი აი რამდენი ვნება ბუდობს ახლა თითოეულ ჩვენთაგანში შიგნით. ასეთი გულით რომ დადგე ღვთის წინაშე ადამიანი, რა თქმა უნდა გაისჯები. ვერ შეხვალ ასეთი გულით სასუფეველში. ცოტა სინდისიანი ადამიანი ფიქრობს რა ქნას, როგორ გაიწმინდოს, წვალობს, ხო, აი მთელი ცხოვრება რაღაც, მაგრამ არ გამოსდის არაფერი. და აი აქ უნდა დაიბადოს ადამიანის გულში საჭიროება მხსნელის. მაგრამ თუ ეს არა აქვს, აი ეს წინამორბედი ეს, რომ დაინახოს საკუთარ თავში ის 1000 გვარი სიბილწე, რომელიც არის ჩაბუდებული და ძალიან ხშირად რომელიც ძალიან კარგად მალავს საკუთარ თავს. რატომ მალავს საკუთარ თავს? იმიტომ რომ არ უნდა რომ ადამიანი გამოფხიზლდეს. უნდა რომ ადამიანი იყოს ამ საკუთარი თავის მოტყუების ძილბურანში. მანამ სანამ უკვე გვიანი აღარ იქნება. აი ეს უნდა და იმიტომ მალავს საკუთარ თავს. და ძალიან კარგად არის შეფუთული ესე ვთქვათ, რომ ეს სიკეთესაც ვაკეთებ, ეხმარები ადამიანებს, ვთქვათ, რაც შემიძლია ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს, უცხოსაც, რაც შემიძლია სიკეთეს ვაკეთებ ადამიანს, აი ესე ვიტყუებ საკუთარ თავს. ოღონდ კი არ დავინახოთ ის, რაც არ უნდა ჩვენ სიამაყეს რომ დავინახოთ. ისე რაოდენ დასაცილოები ვართ. ალბათ ასე რომ ვფიქრობთ, რომ რაღაცა სიკეთე გაგვაჩნია. აღათონ დიდზე ვკითხულობდი ამას წინ და ძმებმა კითხეს თურმე სანამ გარდაცვალების პირას რო იყო, ლოცულობდა. და ძმებმა შეეკითხეს, მამაო, შენც გეშინიაო? აღათონ დიდი მთელი ცხოვრება ღმერთ შეწირა. მთელი ცხოვრება მას ხორციელი არაფერი არ გააჩნდა ამ ქვეყანაში. იმასაც კი ეშინოდა და ძმებმა ეს რო შენიშნეს, კითხეს რომ მამაო, შენც გეშინიაო სიკვდილისო, იმიტომ რომ შეშინენ, ხა ამას თუ ეშინია, ჩვენ რა მოგვიო. ესეთი პასუხი გასცა აღათონ დიდმა რომ მეო იმ ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე რაც შემეძლო ის გავაკეთეო. მაგრამ მე ხო მარტო ადამიანი ვარო, მე რა ვიციო, ღმერთს ეს ყველაფერი სათნო იყო თუ არა. სწორად მოვიქეცი თუ არ ვიციო, მე ამიტომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. და ამიტომ მეშინიაო, იმიტომ რომ სხვა სამჟავრო კაცთა და სხვა სამჟავრო ღვთის. და ჩვენ ამ დროს ეს აღათონ დიდზეა ლაპარაკი და ჩვენ ამ დროს სულ სათითაოთა გვაქვს ჩამოთვლილი თუ ვინმეზე რამე სიკეთე გვაქვს გაკეთებული. და რატომ თავარი ესა, რატომაა ეს ცუდი? იმიტომ რომ მეშმაკი ამას ისე ვიფუთავს, რომ აი ამ სიკეთეებით ჩვენ მოიგებ სასუფეველს. ვატყუებს და გონია რომ ამით ჩვენ ამდვილად სასუფეველში მოხვდებით ეს ვიღაცას თუ ცოტა დავეხმარეთ, ვიღაცას თუ გვერდში ამოუდექით
და ამით გათამამებულები, ეს ცუდი კი არა, ეს ყველაფერი კარგია, რასაც სიკეთეს გავაკეთებ. მაგრამ ამით გათამამებულები აღარ გამოვიკვლევთ ხოლმე საკუთარი გულის სიღრმეებს და გვავიწყდება მთავარი საფუძველი და საძირკველი ჩვენი სარწმუნოებისა, შეინანეთ. ნახეთ, მოიქეც ბოროტისაგან და ხმენ კეთილი. კეთილი უნდა ქნას ადამიანმა, ამის გარეშე არ არსებობს ხოლმე. მაგრამ თუ ადამიანმა საკუთარ გულში დაიტოვა სიბოროტე, ნებები, ის საწინააღმდეგო სურვილები და ისი აკეთა სიკეთეები, ეს სიკეთეები ადამიანს ვერ გადაარჩენს. ამ სიკეთეებმა თუ მიიყვანა ადამიანი იქამდე რომ შეინანოს, მაშინ აცხონებს. მაგრამ მხოლოდ სიკეთეებით, ისე რომ ადამიანმა არ შეინანოს, არ გამოასწოროს საკუთარ გულში დაბუდებული ბოროტება, ვერ ცხონდება ადამიანი. ეს ორივე ერთად უნდა გქონდეს ადამიანს. მაგრამ უმნიშვნელოვანესი მაინც არის სინანული. იმიტომ რომ კიდე ერთხელ გავიმეორებ. ნათლისმცემელმაც და მაცხოვარმაც პირველი ეს კითხეს. შეინანეთ, რამე თუ მოახლებულ არ სასופველი ცათა. და ეს ძალიან ახლო არის. ადამიანებს გონიათ რომ შორს არის ეს სასופველი. ესე არ არის. თითოეული ჩვენთანისთვის, თითოეული ჩვენთაგანისთვის ეს რო დადგება, როცა ამ ქვეყნიდან გავახდით. და ჩვენ მღვდლებმა ეს ყველაზე კარგად ვიცით, იმიტომ რომ წესს ვუგებთ როგორც 100 წლის ადამიანს, ისევე ახალ შობილს. და ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს დღე შეიძლება ისე სწრაფად მოუვიდეს ადამიანს, რომ გაფიქრებაც კი ვერ მოასწროს. დღე, როდესაც დასრულდება მისი მოღვაწეობა. დღე, როდესაც ის შეაბიჯებს მიღმიერ სამყაროში და რომლის მერეც ის ვერაფერს ვერ შეცვლის. თუ ამ დღისთვის ადამიანს არ ექნება სინანული საკუთარი ცოდვების გამო, მაშინ ასეთი ადამიანის ხსნა წარმოუდგენელია. მხოლოდ საკუთარი სინანულის საფუძველზე შეიძლება ადამიანის ცხონდეს. მხოლოდ საკუთარი სინანულის ცხონდეს. ჩვენ სხვის მაგივრად მაგალითად სიკეთეები შეიძლება აღვასრულოთ. აი შეიძლება ადამიანი გავიდეს აქედან რაიმე ისეთი მცირე ცოდვით დამძიმებული, მონანული ადამიანი და ჩვენ მის მაგივრად მოწყალების საქმეები გავაკეთოთ, ვილოცოთ, ვიმარყულოთ და შეიწყალოს ღმერთმა ესეთი ადამიანი, მაგრამ თუ ადამიანი ამ ქვეყნიდან გავიდა ისე რომ მას არ შეუნანებია საკუთარი ცოდვები, ასეთი ადამიანისთვის ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. ვერაფერს აბსოლუტურად. ამიტომ კიდევ ერთხელ გავმეორდები და სიტყვა რო არ გამიგრძელდეს ამითი დავასრულებ. ღმერთმა მოგმადლოს უპირველეს ყოვლისა სინანული საკუთარი ცოდვების გამო და რა თქმა უნდა ამასთან თანაშერთული სიკეთის საქმეები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბოლოს როდესაც განსჯის დღე დადგება, როგორ იქნება, ხო? ყველა აღდგებით. მაგრამ ისინი, ვინც სიკეთის მოქმედნი იყვნენ, ადგებიან საუკუნო ცხოვრებისთვის, ხოლო ბოროტის მოქმედნი აღდგებიან საუკუნო სასჯელისთვის. ამიტომ ღმერთმა ორივე მოგმადლოს, სინანული და კეთილი საქმეები და კეთილი ცხოვრება. ღმერთმა დაგლოცოს.